და შემდეგი მონაწილე ალექსანდრე ნეკრესელი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო ალექსანდრე. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? 73 წლის ბრძანდებით. კარგი მხიარულ ხასიათზე ხართ თქვენ. ქუთაისელებმა კარგად გამხიარული. ეჩაწყობილი იქნებოდა ბატონო. მე ხო ქუთაისელი არა ვარ, რატო ჩავაწყობდი? რატო? ეჭიჩნება ხოლმე. 73 რამდენი წელი რაც აი იუმორთან გაგვთ შეხება? გაზეთში მუშაობდი და მქონდა ყოველთვის. რომელ გაზეთში? რაიონული გაზეთის რედაქტორი გახდით თავისუფლად. საგარეჯო. საგარეჯო. დიახ. ძალიან კარგი. ესე იგი იცით ჩვენი წესები, ხო? კი. თუ თქვენ არ გწარმოებთ, ბატონო ალექსანდრე, წესები ვიცით. დიახ. მაშინ წარმატებებს გისურვებთ. კი ბატონო. მომემზადოთ 3 2 1. ჩემი ხნიერი კაცი მეზობელი, რომელსაც 6 შვილი ჰყავდა, მივიდა მეზობელ ქალთან. გადაკვრა უყარდა და მეზობლის ქალის ეზოში დადიოდა მოწეული მაკეგორი. და ეს ქალი ეკითხება, რომ გიორგიო 10 ძუძუ აქვს ჩემ ღორსაო და რამდენს გააჩენს ხომარ მეტყვიო და ჩემ ცოლს 2 ძუძუ აქვს და 6 კი გამიჩინა ამ კაცმა უთხრა. სიღნაღის რაიკომის მდივანი და შოფერი ისი შოფერი წადი ბანოს გაეღიმა არ არსებობს ვერ გამომაპარებ გაგეღიმა ვან გაგეღიმა ესე იგი მაშინ ზომები მითხარი ტუჩი სადამდე გავციო მე ფოტოს გადაგიღებ რო არ იღიმი და წინ გეჭიროს ესე ახლა ჩემზე წყო ბერჯერ ყოფილა ესეთ ჩემთვის რაღაც უსვენ და ხო იცი შენ დაუნებურა ღიმილი რომ დაგთამაშებ სახეზე და ატყდა წევილკივილი აქ და აი ესეთი მე არავის არაფერს საფში და ვეღარ ვიგიმები ჩემ ჭუაზე როგორ გაგეღიმათ ერთი სიტყვით ბატონო ალექსანდრე გილოცავთ 50 ლარი თქვენი აპლოდისმენტები მეგობრებო აპლოდისმენტები შეკითხვა ვაგზელებთ თუ არა თამაშს ვაგზელებთ ჰორიზონტალურად თუ შეიძლება ყველაზე კარგი მეთოდი ვერტიკალურად გაცილებად შეიძლება შეიძლება გაჩნია პირის აპარატს 3 შეიძლება მეტი 2 1 გაზეთში მუშაობისას უამრავი კურიოზული ამბავი ჰქონდა ერთხელ მინდორში ფარეხში მგელი შეუვარდა მეცხვარეებს და ფიცილით მოკლა მეცხვარე მოიტანა კორესპონდენცია ჩვენმა ჟურნალისტმა და ეწერა რომ ფიცალიო მუცელში შეურჭო ცს მაგერ ჩავარდა ტ და ყველას უყვირდა რომ იმ ღამით პირდაპირ როგორ დაუმიზნა იმ ადგილასო შემდეგ ქონდა მატყლის დამზადებაზე მიდიოდა კორესპონდენცია და გატყდა ზუსტად სიტყვა გადაიტანა ლინოტიპისტმა მათ და შემდეგი ნაწილი გადაიტანა მეორეში და გამოვიდა მიხვდებით თქვენ რაც გამოვიდა ჩავარდა მისი დამზადება მის დამზადება დავასახელებ უჩი ცოტა დამჭა სამწუხაროდ 1 წუთი ამოიწურა კი ღელავდით ბატონო ალექსანდრე რა ვიცი გისმენთ მართლა ნერვიულობა გეტყობოდათ ბატონო ალეკო ძალიან გულშემატკივრობდით მე მაგალითად პირადად შეუძლოთაც ვარ დღეს ცოტა გასაგებია და მე მართლაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელი პიროვნება ხართ იმიტომ რომ ამ ასაკში კიდევ გარისკეთ და გამოხედით მაყურებლის წინაშე და ეს ძალიან კარგია უბრალოდ რაღაცა ცოტა ნერვიულობა რომ ნაკლებად ყოფილიყო უფრო თავისუფლად გეგზნოთ თავი კარგი იქნებოდა ნიკოლოზ ავამატებთ რამე აუცი მეც აუცი US ვიტყოდი ალბათ უფრო მობილიზებული ყოფილიყავით ალბათ უკეთესი იქნებოდა მაგრამ აუცილებლად დაგელოდებით კიდევ თუ გადაწყვეტათ რომ მოხვიდეთ ჩვენთან გადაცემაში ყოველთვის იქნება ჩვენი კარები ღია თქვენთვის რა თქმა უნდა ბატონო ალექსანდრე გული არ დაგსკდეთ თქვენ ისევ შეგიძლიათ ამ სცენაზე მობრძანდეთ აწი აღარ ინერვიულებთ უკვე იცით რა როგორ არის წარმატებებს გისურვებთ და უღრმესი მადლობა მობრძანებისას აპლოდისმენტები გავასრულებთ ბატონო ალექსანდრე